გადავშალოთ ბიბლია. მეორე ნეშტას წიგნი. 32 თავი. მეორე ნეშტთა 32 თავი. კითხულობთ 33 მუხლიდან. ეს არის ამ თავის უკანასკნელი მუხლი. განისვენა იეხისკიახუმ თავის მამა პაპასთან და დამარხეს იგი დავითიანთა სამარხების აღსავალზე. პატივი მიაგეს მას სიკვდილის შემდეგ მთელმა იუდამ და იერუსალიმის მკვიდრებმა. მის ნაცვლად მისი ძე მენაშე გამეფდა. გადავდივართ 33 თავზე. რამოდენიმე მუხლს წავიკითხავთ ამ თავიდან. 12 წლისა იყო მენაშე, როცა გამეფდა და 55 წელი იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომელნიც აღყარა უფალმა ისრაელიანთაგან. და კვლავ აღადგინა გორაკები მამამისმა იეხისკიახუმ, რომ მოსპო სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალებს, გააკეთა აშერები და თაყვანს სცემდა ცის მხედრობას და მსახურებდა მათ. ააგო სამსხვერპლოები უფლის სახლში, რომელზეც უფალმა თქვა, იერუსალიმში საუკუნოდ იქნება ჩემი სახელი. აუგო სამსხვერპლოები ცის მხედრობას უფლის სახლის ორთავე ეზოში. ცეცხლში ატარებდა შვილებს ბენ ჰინომის ველზე, კითხაობდა, მისნობდა, ჩხიბავდა. და დგინა მესულთანენი და ჯადოქარნი ბევრ უკუღმართობას ჩადიოდა უფლის თვალში მის გასაჯავრებლად. ეს არის უფლის სიტყვა. გილოცავთ. უფალო ღმერთო, ჩვენო ნუგეშის მცემელო, მადლობას გწირავთ შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს სინათლე და გამოცხადება შენი ნებისა. შენი სულის მადლით შეგვეწია, რათა ჩავწდეთ შენი სიტყვის ჭეშმარიტებას. შენ გამოიღე წყალობა ჩვენდამი და შენ სიტყვაში მოგვასმენინე შენი ხმა, შენი დარიგება. მოგვანიჭე, რათა ვერწმუნოთ შენს ძეს და ამ რწმენით საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდროთ და ეს რწმენა გავუზიაროთ სხვებს ამ ქვეყანაზე. მოგიხმობ და გევედრებით იესო ქრისტეს მიერ. ამინ. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ბიბლიაში მოხსენებული ყველაზე უწმიდური მეფის შესახებ. და რა ერქვა ამ მეფეს? მენაშე. ეკლესიის დიდი მამა წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს მის შესახებ. მენაშემ ყველას გადააჭარბა უგუნურებასა და სისასტიკეში, ამბობს ეკლესიის მამა და მოძღვარი. დაამხო კანონიერი ღვთისმსახურება, დაკეტა ტაძარი. ხელი შეუწყო უკუღმართობების აყვავებას და ყველაზე უწმიდური მეფე გახდა წინამორბედთა შორის. ასეთია წმინდა იოანე ოქროპირის შეფასება ამ მეფის შესახებ. ჩვენი საუბარი სამ ნაწილად დავყავით. პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ მენაშეს წარმატებაზე, ამ უწმიდური მეფის წარმატებაზე. მეორე ნაწილში ვისაუბრეთ ამ მეფის სახელზე. და მესამე ნაწილში ვისაუბრეთ ამ მეფის წარმოშობაზე.
წარმატება, სახელი და წარმოშობა. ჩვენ ვთქვით, რომ წარმატება არ არის უტყუარი ნიშანი გადარჩენისა, ღმერთის კმაყოფილებისა, ღმერთთან ჰარმონიული ურთიერთობისა. მენაშე იყო ყველაზე წარმატებული მეფე, მეფეთა შორის. იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე ხანგრძლივად იმეფა, 55 წელი. არც პირველ მეფეს, ყველაზე კარგ მეფეს, დავით მეფეს არ უმეფია ამდენი. 40 წელი იმეფა დავით მეფე. არც პირველ მეფეს საერთოდ საულს არ უმეფია ამდენი. არც სოლომონს ტაძრის ამშენებელს არ უმეფია ამდენი 40 წელი იმეფა. ხოლო მენაშემ 55 წელიწადი იმეფა. ბიბლიიდან ცნობილია, რომ ისრაელში, როდესაც ისრაელი იყო ერთი მთლიანი სამეფო, თავდაპირველად იყო 3 მეფე: საული, დავითი და სოლომონი. შემდეგ სამეფო დაიყო 2 ნაწილად: ჩრდილოეთ სამეფოდ და სამხრეთ სამეფოდ. ჩრდილოეთ სამეფოში იყო 19 მეფე, ხოლო სამხრეთში 20 მეფე. მენაშე იყო ყველაზე უწმიდური მეფე. წარმატება არ ნიშნავს კიდევ იმას, რომ ღმერთი კმაყოფილია. ის იყო წარმატებული, დღეგრძელი მეფე, მაგრამ ყველაზე უწმიდური. აგრეთვე ჩვენ ვთქვით ისიც, რომ სახელი კიდევ არ ნიშნავს ყველაფერს. განვიხილეთ, თუ გახსოვთ, წმინდა გრიგოლ ნოსელის დიდებული თხზულება, რას ნიშნავს ქრისტიანის სახელი. სადაც ეკლესიის მამა ასწავლის და ამბობს, რომ სახელი უნდა შეესატყვისებოდეს ცხოვრების წესს. თუ სახელი არ შეესატყვისება ცხოვრების წესს, მაშინ ამ სახელის მხოლოდ და მხოლოდ ტარება, ქონა და შერცხვენა. გახსოვთ ხო წმინდა გრიგოლ ნოსელის მაგალითი მაიმუნის შესახებ? როგორ იყო გამოწყობილი ის, გავარჯიშებული, როგორ იქცეოდა ადამიანის მაგვარად, ტანსაცმელით შეუკერეს, ნიღაბიც მისცეს, მაგრამ როგორც კი ნუგბარი, ანუ გემრიელი საჭმელი დაუდეს, ტანსაცმელი შემოიხია, დაავიწყდა, რომ ადამიანი იყო და გამოაჩინა თავისი ნამდვილი ბუნება. იოლადაც რომ შეეჭამა, ნიღაბი ჩამოიგლიჩა. და წმინდა გრიგოლ ნოსელი გვასწავლის და ამბობს, რომ ქრისტიანის ცხოვრებაში დგება სხვადასხვა განსაცდელი და ეს განსაცდელი აჩვენებს, ნიღაბში დავდივართ, ქრისტიანის სახელის სამოსელში დავდივართ, თუ შიგნიდან, შინაგანად ვართ სინამდვილეში ქრისტიანი, არა სახელის მატარებელი ქრისტიანი, არამედ სინამდვილეში ქრისტიანი, გულით ქრისტიანი. მენაშეს საუცხო სახელი ჰქონდა. პატრიარქის სახელი. 12 პატრიარქი წარმოიშვა იაკობისგან. ერთ-ერთი სახელი იყო მენაში. ეს არ იყო უბრალო სახელი. მთელი ტომი ატარებდა ამ სახელს. სახელი არ არის უტყუარი ნიშანი გადარჩენის. მესამე ნაწილში ჩვენ ვლაპარაკობდით წარმოშობაზე. ვინ იყო მენაშეს მამა? ხისკიაჰუ. იეხისკიაჰუ როგორი მეფე იყო? შესანიშნავი. ღვთისმოსავი, დიდი რეფორმატორი. ხალხი დააბრუნა ჭეშმარიტ ღვთისმსახურებას. განახორციელა რელიგიური რეფორმები. ნახეთ, როდესაც გარდაიცვალა, როგორი პატევით დამარხეს. ის იყო საუცხოო მეფე.
როგორი შვილი აღმოაჩნდა მენაშეს სახით? ყველაზე უწმიდური. და ეს არის პრობლემა. რატომ აღმოაჩნდა ასეთ კარგ მეფეს, ასეთ ღვთისმოსავ მორწმუნე მეფეს იეხისკიახოს ან იეხისკიას, ასეთი ცდომილი, დამნაშავე, ცოდვილი, უკუღმართი, უწმინდური შვილი, მემკვიდრე. წარმოშობა არ არის საკმარისი პირობა გადარჩენისა, არ არის უტყუარი ნიშანი ღმერთის კმაყოფილებისა. რა უთხრა იესო ქრისტე მასთან მომავალ ხალხს, რომლებიც ადამიანებს, რომლებიც მოდიოდნენ მოსანათლავად. ვინშთა გაგონა თქვენ გაექცეთ მომავალ რისხვას. ნუ იტყვით, რომ ჩვენი მამა აბრაამია და ამიტომ გადავრჩებით. აი ასეთი რწმენა ჰქონდათ და იესომ ეს რწმენა მათი ტყუილი რწმენა, ტყუილი დაჯერება დაამხო ამ სიტყვებით. მან უთხრა, ნუ გონიათ, რომ რადგანაც თქვენი მამა აბრაამია, ამიტომ გაექცევით რისხვას, არამედ პირიქით გამოიღეთ სინანულის ღირსი ნაყოფი. ერთ სახარებაში ნაყოფი, მეორე სახარებაში ნაყოფები. თქვენ თავად შეიცვალეთ, თქვენ თავად შემოტრიალდით, ნუ დაიმედდებით თქვენს წარმოშობაზე, ვინ არის თქვენი მშობლები, იმათი შობლები და ასე შემდეგ. მენაშე დიდებული მეფის შვილი იყო, მაგრამ ისეთი რამეები გააკეთა, არავის რომ არ გაუკეთებია. არავის არ გაუკეთებია ის, რაც მან გააკეთა. მან ააყვავა ჯადოქრობა, მისნობა, ღვთის რჩეულ ერში. შვილებს ცეცხლში ატარებდა. ახალი კულტი შემოიტანა საერთოდ. ცის მხედრობას, ანუ ვარსკვლავებს, ზეციურ სხეულებს დაუწყეს თაყვანისცემა ისრაელიანები. არა მარტო ბაყალებს და აშარებს, ანუ ადგილობრივ ქანაანის ღვთაებებს, არამედ სულ სხვა უცხო ღვთაებებს დაუწყეს თაყვანისცემა. გაუწმინდურა ტაძარი და არ უშველა იმან, რომ მისი მამა იყო იეხისკიახო, გაეკეთებინა ყოველივე ეს. ბევრი სისხლი დაღვარა, იმიტომ რომ მისი ასეთი საშინელი რეფორმები ძალიან დიდ წინააღმდეგობას იწვევდა იუდეის სამეფოში. ბევრი ეწინააღმდეგებოდა და რას უშვებოდა, კლავდა, უბრალოდ ანადგურებდა ოპონენტებს. უამრავი სისხლი დაღვარა. რატომ აღმოაჩნდა ასეთ კეთილ მეფეს ასეთი უარგისი შვილი? სწორედ აი ამ პრობლემის შესახებ, სწორედ აი ამ საკითხის შესახებ ეს ტექსტი გვატყობინებს. შეგახსენებთ, ჩვენ ორი მიზეზი კვლევართა მიერ, სავარაუდო მიზეზი დავასახელეთ, რატომ მენაშემ ასე რადიკალურად გადაუხვია ღვთის გზას. გახსოვთ ხო ეს ორი მიზეზი? რატომ? სავარაუდო მიზეზი. ჩვენ დავიწყეთ საუბარი და ვეღარ დავამთავრეთ და ღვთისწყალობით დღეს დავასრულებთ ამ მესამე ნაწილს. საუბარი იმის შესახებ, თუ რა ადგილი უჭირავს ღვთის მაცხოვნებელ, მხსნელ განზრახვაში, გეგმაში, ოჯახს, ურთიერთობას, ან ურთიერთობებს, მშობლებსა და შვილებს შორის. სამი რამ უნდა ვთქვათ ამასთან დაკავშირებით. ერთზე უკვე ვისაუბრეთ წინა პარასკევს, ძალიან მოკლედ გავიხსენებთ, ხოლო დანარჩენზე დღეს ვისაუბრებთ. სამი რამ, პირველი, ღმერთი მოქმედებითად, როგორც ბიბლიაში ვხედავთ, იხსნის არა ადამიანს მხოლოდ ერთს, არამედ ადამიანს ოჯახთან ერთად. ასე აკეთებდა ღმერთი. მეორე,
ღმერთი იძლევა დაპირებას და სიტყვას ადამიანის ოჯახის გადარჩენის შესახებ. და მესამე, ღმერთი ავალდებულებს მშობლებს რწმენაში, ქრისტიანულ მოძღვრებაში გაზარდონ შვილები. აი ეს სამი რამ, რაზე ჩვენ უნდა გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება და დავფიქრდეთ. ერთი, ღმერთი იხსნის, როდესაც ის აცხოვრებს, იხსნის, ის იხსნის არა ერთს, არამედ ერთს ოჯახთან ერთად. მეორე, ის იძლევა დაპირებას გადარჩენის შესახებ ოჯახთან ერთად. და მესამე, ღმერთი ადგენს წესს, რომ მშობლები უნდა ზრუნავდნენ შვილების მოძღვრებაში, რწმენაში გაზრდის შესახებ. რაც შეეხება პირველს, აბა გავიხსენოთ საღვთო წერილის ფურცლებზე პირველი გადარჩენის მოქმედება, რომელიც ღმერთმა განახორციელა, პირველი გადარჩენა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადარჩენა რისხვისგან, გადარჩენა დაღუპვისგან, სიკვდილისგან. როგორ განახორციელა? ჯერ გავიხსენოთ ვისი. ბიბლიაში პირველი გადარჩენის ისტორია ვის შესახებ არის? ნოე. პირველი გადარჩენა. გადარჩენის კიდობანში ღმერთმა შეიყვანა ნოე ოჯახთან ერთად. ვინ და ვინ იყვნენ მისი ოჯახის წევრები? მისი ცოლი, 3 ვაჟი და 3 რძალი, სულ 8 ადამიანი. მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა არა მხოლოდ ნოე, როდესაც გადაწყვიტა ადამიანის გადარჩენა, არამედ გადაარჩინა ნოე ოჯახთან ერთად. არადა წერია შესაქმეს წიგნში, რომ ნოემ ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე. მაგრამ როდესაც გადარჩენაზე მიდგა საკითხი, კიდობანში ღმერთმა უთხრა, შეხვალ არა მარტო შენ ნოე, შენ შეხვალ შენს ცოლთან ერთად, შენს მეუღლესთან ერთად, შენს შვილებთან ერთად და შენს რძლებთან ერთად. ასეთი იყო ღმერთის გეგმა. ღმერთის გეგმა გადარჩენის შესახებ ყოველთვის მოიცავს ოჯახს. ოჯახს და არა მხოლოდ და არა მარტო ერთს. როგორც კი გადარჩენა წვდება ადამიანს, გადარჩენა ვრცელდება მთელს ოჯახზე. ღმერთის ჩანაფიქრის თანახმად. მეორე მაგალითი, აბრაამი და მისი ოჯახი. როდესაც ღმერთმა დადო აღთქმა აბრაამთან, მხოლოდ მასთან არ დადო აღთქმა. ეს იყო მადლის გადარჩენის აღთქმა. რა უბრძანა ღმერთმა? შენთან ვდებ აღთქმას და შენს შვილებთან, ყველასთან. და როგორც კი ღმერთმა აღთქმის ნიშანი დაუწესა, წერია რომ აბრაამმა მთელი ოჯახი, ვერცხლით ნაყიდნიც კი ოჯახში, ყველა წინა დაცვითა. იმიტომ რომ წინა დაცვეთა ძველ აღთქმაში იყო ნიშანი აღთქმისა. ისევე როგორც ახალ აღთქმაში წმინდა ნათლობა, ეს არის ნიშანი აღთქმისა. იესო ნავესზე ჩვენ გავიხსენეთ, რას ამბობს ის? ის ამბობს, რომ მე და ჩემი სახლი ვემსახურებით უფალს, არა მარტო მე. იესო ნავესზეს ვერც კი წარმოედგინა მარტოობაში მსახურება. ღვთის წინაშე სიარული, მას სურდა ოჯახთან ერთად ემსახურა უფლის წინაშე. რაც შეეხება ახალ აღთქმას, გარდა ნოეს, აბრაამის, იესო ნავეს ძისა, ჩვენ განვიხილეთ აგრეთვე მაგალითები, სადაც ნათლად ჩანს, რომ როდესაც ქრისტიანული გადარჩენა მოდის ადამიანთან, მოდის მთელ ოჯახთან. პირველი მაგალითი რომელი იყო, რომელიც ჩვენ განვიხილეთ? კორნელიუსი საოცარი მაგალითია. მან არა მარტო ოჯახის წევრების შეკრიბა, წმინდა პეტრეს ქადაგების მოსასმენად. წერია, რომ ნათესავებიც, მეგობრებიც ერთ სახლში ყველა მოათავსა. ეთყობა დიდი სახლი
ჰქონდა. ასისთავი იყო. აბა ერთ სახში მოათავსეთ ყველა თქვენი ნათესავი. თუ ბევრი ნათესავი გყავთ და ყველა თქვენი მეგობარი. და ერთ სახში მოათავსა ყველა მეგობარი, ყველა ნათესავი. იმისათვის რომ წმინდა პეტრე მოციქულის ქადაგება მოესმინათ მათ. და წერია რომ გადარჩა ყველა, სულიწმინდა გადმოვიდა და უბრძანა რომ ყველა მონათლულიყო. მეორე მაგალითი მოვიყვანეთ ზედამხედველის და მისი სახლის გადარჩენის ისტორია. როდესაც სახარება და გადარჩენა ეწვია ზედამხედველს ფილიპეში, წმინდა პავლე მოციქულის და სილას სახურებით, მარტო ზედამხედველი არ გადარჩენილა, მეგობრებო. ზედამხედველთან ერთად მთელი სახლი გადარჩა, მთელი სახლი მოინათლა. შემდეგ სტეფანას სახლი, კრისპოსის სახლი, ეს მაგალითებია ახალ აღთქმაში. კორნელიუსის სახლი, ზედამხედველის სახლი, სტეფანას სახლი, კრისპოსის სახლი. ჩვენ ვხედავთ, რომ მარტო ზედამხედველი არ გადარჩენილა, მარტო კორნელიუსი არ გადარჩენილა, მარტო სტეფანა არ გადარჩენილა, მარტო კრისპოსი არ გადარჩენილა, არამედ მთელი სახლი, მათი სახლები, მათი სახლეულები, მათი ოჯახები, მათთან ერთად ინათლებოდნენ ოჯახის წევრები. და ეს არის საუცხო რამ. ღმერთი თავის გადარჩენას ავრცელებს. ღმერთს მოაქვს თავისი გადარჩენა როგორც ჩვენ ცხოვრებაში, ასევე ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. ეს გადარჩენა აღწევს ჩვენამდე და ოჯახამდე. ასეთია ღმერთის გეგმა. მეტიც, თქვენ რო შეხედოთ იესო ქრისტეს მოციქულებს, აღმოაჩენთ იქ ნათესავებს, ძალიან ახლო ნათესავებს. აბა გაიხსენეთ. იესო ქრისტეს 12 მოციქულში ნათესავები ვინ და ვინ იყვნენ? პეტრე და ანდრია, კიდევ იოანე და იაკობი. რა კარგი არა, რომ ორი ძმა, ორივე მოციქულია ქრისტეს, ორივე მსახურობს. საოცარი რამ არის? ორი ძმა, ორივე მოციქული. იმიტომ რომ უფალი ქმნის არა ერთს, არამედ ოჯახს. როდესაც უფალმა შექმნა ადამიანი, ის მარტოობაში არ ამყოფა დიდი ხანი. ღმერთმა თქვა, არ არის კაცისთვის მარტო ყოფნა კარგი. არ ამყოფა დიდი ხანი მარტო. გეკითხებით, მარტო იყო ადამი? ხო ამბობენ, შენ მარტო არ ახარ, უფალია შენთან. კარგი, ადამთან არ იყო უფალი? თანაც როგორ იყო უფალი? ყოველთვის ცოცხალი ურთიერთობა ჰქონდა უფალთან. უფალი იყო მისი მამაც, შემქმნელიც, მეკოთნეც. ყველაფერი. პირდაპირ ღვთის ხელებიდან გამოიძერწა, ღვთის ხელებიდან გამოვიდა, ღვთის სუნთქვიდან შეიქმნა ადამი. ზოგი ამბობს, ღმერთი არის შენთან. კარგი, თუ ღმერთი იყო მასთან და ეს საკმარისი იყო, რატომ თქვა თავად ღმერთმა არ არის ადამიანისთვის მარტო ყოფნა კარგი? ყველაფერზე თქვა კარგი. როდესაც ის ქმნიდა, ყოველდღე ამბობდა რა კარგია, გახსოვთ ხომ? დაბადების წიგნიდან. კარგია, კარგია, კარგია და მხოლოდ ერთხელ თქვა არ არის კარგი. როდესაც ადამზე დაილაპარაკა ღმერთმა. გადავიდეთ მეორე ნაწილზე. ღმერთი არა მარტო აცხოვნებს, ან იხსნის, როგორც ჩვენ ნახეთ ამ მაგალითებში, ადამიანებს ოჯახებთან ერთად. ღმერთი აგრეთვე იძლევა დაპირებას გადარჩენის შესახებ. მას სურს გადაარჩინოს ადამიანი ოჯახთან ერთად. პირველი ქადაგება კაცობრიობის ისტორიაში, პირველი ქრისტიანული ქადაგება, რომელიც გაისმა, ვის ეკუთვნის?
ვისა? თქვენ შემთხვევით კათოლიკეები ხო არა ხართ, სულ ამბობთ პეტრე, ყველგან პეტრე. წმინდა პეტრე მოციქულს ეკუთვნის. დიახ. რა ვქნათ? ახალი აღთქმა, კერძოდ საქმეები, ორი მოციქულის საქმეებია სინამდვილეში. წმინდა პეტრე მოციქულის და წმინდა პავლე მოციქულის. ამიტომაც უწოდებენ აი ამ მოციქულებს ყველაზე უფრო გამოჩენილ თავ მოციქულებს. მოციქულთა შორის დიდებულ მოციქულებს. პეტრე და პავლე. როდესაც შედიხართ ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, ორი გამოსახულება შესასვლელში. ორი ქანდაკება. ერთი ეს არის წმინდა პეტრესი და მეორე წმინდა პავლესი. რა უჭირავს ხელში წმინდა პავლეს და რა უჭირავს ხელში წმინდა პეტრეს? რაც ნიშანდობლივია. პეტრეს? ფიქრობ? პეტრეს? კარგით, მაგაზე მერე ვიფიქროთ. ხოლო სახურავზე თავად ბაზილიკის 12 მოციქულის გამოსახულება ქანდაკება, მაგრამ ქვემოთ შესასვლელში. მოციქულთა საქმეებს, როდესაც კითხულობთ, მართლაც აი ამ შესასვლელში ორი მოციქულია. აბა შეხედეთ. დასაწყისში მარტო წმინდა პეტრეს შესახებაა ლაპარაკი, ხოლო შემდეგ წმინდა პავლეს შესახებ. თითქოს სხვა მოციქულები არ არსებობენ. რა თქმა უნდა არსებობენ. მაგრამ ასე ინება ღმერთმა, რომ ამ ორი მოციქულის შესახებ ვცოდნოდა ჩვენ, რომლებმაც საოცარი და განსაკუთრებული ღვაწლი შეიტანეს ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახალი აღთქმის ტექსტის კორპუსში 13+1 წიგნი, ანუ ეპისტოლე, ეკუთვნის წმინდა პავლეს. მოდით ნახოთ ეს პირველი ქადაგების სიტყვები. მეორე თავის 39 მუხლი. ვინაიდან თქვენ გეკუთვნით აღთქმა და თქვენს შვილებს. ხედავთ, უფალი არა მარტო კიდობას აშენებს. იმისათვის რომ გადარჩეს არა ერთი, არამედ ის ერთი ოჯახთან ერთად. არამედ დაპირებასაც იძლევა. რა აღთქმაზეა ლაპარაკი? გადარჩენის აღთქმაზე, სულიწმიდის მოვლენების აღთქმაზე. ვინაიდან თქვენ გეკუთვნით აღთქმა და თქვენს შვილებს. საქმეები, მე-11 თავი, მე-14 მუხლი. ის გეტყვის სიტყვებს, რომლითაც გადარჩებით შენ და მთელი შენი სახლი. არის თუ არა ეს დაპირება? დაპირება არის. მთელი სახლი. ეს ნაწყვეტი არის კორნელიუსის მოქცევის შესახებ ამბავი. შემდეგი ნაწყვეტი საქმეების მე-16 თავის 31 მუხლი. ხოლო მათ უთხრეს, იწამე უფალი იესო და გადარჩებით შენც და მთელი შენი სახლიც. ეს სიტყვები არის ბიბლიის ნაწილი. მეორდება ის, რაც უფალი აკეთებდა ადრე, როდესაც იხსნიდა ნოეს შემთხვევაში,
როდესაც დებდა აღთქმას ა ブラ ამის შემთხვევაში, როდესაც მოუხმოვდა მსახურებისთვის იესო ნავეს შემთხვევაში, ღმერთი იძლევა საუცხო დაპირებას, რაც ალბათ არის გამხნევება თითოეული მორწმუნისთვის. მაგრამ მოდი დავფიქრდეთ აი ამ დაპირებაზე. ღმერთის მაცხოვრებელი გეგმა, ჩანაფიქრი, განზრახვა მოიცავს არა ერთ ადამიანს, არამედ ადამიანს სახლთან ერთად და თან მთელ სახლთან ერთად. ღმერთს რომ არ გადაერჩინა ოჯახი პირველ გადარჩენაში, მაშინ ჩვენ შეიძლება სხვა წარმოდგენა გქონოდა ამის შესახებ. გადავიდეთ მესამე ნაწილზე. პირველი ღმერთის მაცხოვრებელი მოქმედება მოიცავს ოჯახს, მეორე მაცხოვრებელი დაპირება, ანუ დაპირება გადარჩენის შესახებ ეკუთვნის ოჯახს და მესამე ღმერთი ავალდებულებს, მშობლებს მოძღვრებაში, ანუ რწმენაში გაზარდონ შვილები. მოდით ნახოთ შესაბამისი ადგილები საღვთო წერილიდან. სად წერია ამის შესახებ, ვიდრე წავიკითხავთ, გავიხსენოთ წმინდა იოანე ოქროპირის ძალიან მკაცრი სწავლება და განცხადება ამასთან დაკავშირებით. მას არაერთი სიტყვა უთქვამს მშობლების ვალდებულების შესახებ, აღზარდონ შვილები რწმენაში და მოძღვრებაში, მაგრამ რამოდენიმე მათგანი ძალიან მკაცრია, მოსასმენადაც მკაცრია. აი მაგალითად, წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, მამები, რომლებიც არ ზრუნავენ შვილების წესიერებაზე და თავმდაბლობაზე, ანუ არ ზრდიან ქრისტიანულ მოძღვრებაში, არიან ბავშვების მკვლელები. მკაცრი განცხადება. და ამით არ ჩერდება წმინდა იოანე ოქროპირი, ეკლესიის მამა და მოძღვარი, ის ამბობს, უფრო ვარესები, ვიდრე ბავშვების მკვლელები, იმიტომ რომ საქმე ეხება, ამბობს ოქროპირი, სულის დაღუპვას. ესე იგი, ეკლესიის მამა და ის ძალიან ხისტი იყო გამონათქვამებში, სწორედ მისი გამონათქვამების გამო იტვირთა მან დევნილობა, როდესაც კონსტანტინეპოლში გახდათ მთავარეპისკოპოსი. სწორედ თავისი გამონათქვამების და მხილებების გამო მან განიცადა დევნა და შევიწროება იმპერატორის კარის მესვეურთაგან, დედოფლისგან, იმპერატორისგან, იმიტომ რომ ის დაუნდობლად მამხილებელი მოძღვარი იყო. ხო ვიცით, სად არის მისი გარდაცვალების ადგილი? 407 წელს წმინდა იოანე ოქროპირი აღესრულა დევნილობაში, გადასახლებაში სად? საქართველოში, აფხაზეთში, სოფელი კომანი. შემდეგ მისი ნეშტი იყო გადასვენებული ამ ადგილიდან. მაგრამ შეხედეთ, ეს როგორი გამოწვევა ყველა მამას, მამებო და მომავალო მამებო. მომავალი მამები თედომ გამოიხედა, როცა თქვი მომავალი მამა. მამებო და მომავალო მამებო. წმინდა იოანე ოქროპირის ეკლესიის მამისა და მოძღვრის, დიდი მამის, ჩვენ ვიცით რომ არსებობენ მამები და არსებობენ დიდი მამები. წმინდა იოანე ოქროპირი გახლავთ ერთ-ერთი დიდი მამა და მოძღვარი ეკლესიისა. ის იყო მაშინ მოძღვარი და მამა, როდესაც ეკლესია ჯერ მთლიანი იყო. არანაირი კათოლიკეები, პროტესტანტები, არანაირი დაყოფა მართლმადიდებლებად, კათოლიკეებად, პროტესტანტებად არ არსებობდა. აღესრულა, როგორც გითხარით, 407 წელს მეხუთე საუკუნის დასაწყისია ეს. ასე რომ მამებო,
ივანე ოქროპირი წმინდა ივანე ოქროპირი აცხადებს ყველა მამას ბავშვის მკვლელად. იყო მკვლელი ერთია, მაგრამ ბავშვის მკვლელი იყო უფრო ვარესია. და თანაც უფრო ვარესი ვიდრე მკვლელები. თუ არ იზრუნებთ, იმიტომ რომ თუ არ იზრუნებთ სულზე, იმიტომ რომ ლაპარაკია სულის დაღუპვაზე. აი კიდევ რას ამბობს ის? ბავშვის გაჩენა არ გხდის შენ მამად. ესეც მკაცრი განცხადება. და ბავშვის მუცლად ტარება ხა დედებსაც ეხება, დედებო და მომავალო დედებო. ბავშვის ტარება მუცლად არ გხდის შენ დედად. ანუ რისი თქმა სურდა ამით? ის რომ ბიოლოგიურად მარტო ჩაისახო და გააჩენო არ ნიშნავს წმინდა ივანე ოქროპირის აზრით იყო მამა და დედა. იმიტომ რომ მამობა და დედობა გაჩენილის ამ ბიოლოგიური არსების საყვარელი შვილის გაზრდაში და აღზრდაში მდგომარეობს და იგულისხმება აღზრდის ქვეშ აღზრდა მოძღვრებაში. ეს რა თქმა უნდა ძალიან მკაცრია ასეთი განცხადება, მაგრამ მოდით ახლა თავად ღვთის სიტყვას მივმართოთ დაბადების შესაქმეს მე-18 თავი. 18-19 მუხლები. რატომ აირჩია ღმერთმა აბრაამი? ყოფილიყო ღვთის მეგობარი, აღთქმის მატარებელი და მესიის დიდი წინაპარი. რატომ? რატომ ღმერთმა აბრაამი გადააქცია მთელი ერის მამად? აბრაამში გაჩნდა მთელი ერი, ისრაელი ერი. აბრაამმა შვა ისააკი, ისააკმა შვა იაკობი, იაკობმა შვა 12 პატრიარქი, 12 პატრიარქი მამამთავარი, სათავე 12 ტომისა, მთელი ისრაელის. აბრაამი, რატომ? მოусმინეთ? რას ამბობს მოსე? ანუ დაბადების ტრადიციულად შესაქმეს ავტორი მე-18 თავი. მე-18 და მე-19 მუხლები. და აბრამი რომ გახდება დიდი და ძლიერი ერი და მისით იკურთხება მიწის ყველა ერი, რადგან ამოვირჩიე რომ ამცნოს თავის ძეებსა და თავის სახლს თავის შემდეგ, რომ დაიცვან გზა უფლისა, ქმნან სიმართლე და სამართალი. რათა შეუსრულოს უფალმა აბრაამს, რასაც შეპირდა. შენ 2013 წლის თარგმანს კითხულობ, ხო? როგორ წერია 2013 წლის თარგმანში? ხო, 18-19. საკმარისია. ანუ რატომ აირჩია? იმიტომ რომ აბრაამში დაინახა საიმედო მამა. საიმედო ადამიანი, რომელიც გადასცემდა უფლის მოძღვრებას შთამომავლებს, ოჯახს. ისეთი შთაბეჭდილება იქნება, ამიტომ ავირჩიე ეს კაცი მეო. რომ აბრაამის საშუალებით ჩემი მოძღვრება მთელ მის ოჯახზე გავრცელდეს. ახლა კი უფრო დეტალურად, რას უნდა აკეთებდნენ მამები? თედო, რას უნდა აკეთებდე შენ, ილია, ლუკა? ან რას უნდა აკეთებდნენ ძველ დროში მამები, რომლებსაც უკვე გაეზარდა შვილები? თუ ეს არ გაგვიკეთებია, მაშინ დადგა ჩვენი სინანულის ჟამი. მაშინ უნდა მოვინანიოთ. და თუ კიდევ შეიძლება ამის გაკეთება, გავაკეთოთ. თუ აღარ შეიძლება, რაღა უნდა გავაკეთოთ? თუ აღარ არის ჩვენი შვილები უკვე პატარები. მეორე რჯული, მე-11 თავი, მე-18, მე-19 მუხლები.
ეს რო წაეკითხე ხა კონსტანტინოპოლში ეს ორი მუხლი წმინდა იოანეს ასე დაიწყებდა ლაპარაკს. კიდევ ვიმეორებ ძალიან ხისტი ენა ჰქონდა, ასე დაიწყებდა. თქვენ მამებო, ბავშვების მკვლელებო, მომისმინეთ. კი? ასე იტყოდა. ის არ უყურებდა სახეს. არ აინტერესებდა ვინ იყო მის წინაშე. ის იყო ნამდვილი ქრისტეს მეომარი. მე წმინდა იოანე უფრო პირზე ვსაუბრობ. მეორე რჯულის მე-11 თავი. მე-18 მუხლი. და ჩაიდეთ ეს ჩემი სიტყვები თქვენს გულში, ანუ თქვენგან დაიწყეთო, თქვენი დაიწყეთო. აიღეთო ღვთის სიტყვები და ჩაიდეთ გულში და სულში. შემდეგ რა გააკეთეთო, რო ჩაიდებთ გულშიო, მე-19 მუხლი. და ასწავლეთ ისინი თქვენს თუ რა წერია საკვირაო სკოლაში ატარეთ და იქ სხვა მასწავლოს. მე სერიალებს შევხედავ, რესტორანში წავალ, სამსახურში ვივლი, ჩემი საქმეები მაქვს. სხვა მასწავლოს. მივაბარებ შეგირდათ სხვას. არა. სხვანაირად ჩვენ კლავთ მათ. კლავთ. აქ წერია ჩაიდეთ ეს სიტყვები თქვენს გულში, ეს ერთი, და მერე რო ჩაიდებთ ჯერ თქვენს გულში, თუ თქვენს გულში არ ჩაგიდებთ, ვერ გადასცემთ, ხომ? ჯერ უნდა ჩაიდევთ გულში. და შემდეგ ასწავლეთ ისინი, აი მამებო. ასწავლეთ ისინი თქვენს ძეთ და ელაპარაკეთ მათ, როდის შინყოფნისას, გზაზე სვლისას, დაწოლისას, ადგომისას. გესმით? გიორგი გესმის? რამხელა შენი ვალდებულება? ეხლა უნდა დაიჭერო შენი ნოე, ადგება, უნდა გაუზიო, დაწვება, უნდა წაუკითხო. წაიყვან სასეირნა, უნდა გაუზიარო ღვთის სიტყვა. თუ ასე გააკეთებ, შეასრულებ ღვთის სიტყვას. რომას ეცინება, რომამ თქვა ჯობია საერთოდ არ მოვიყვანო ცოლი და შვილი არ მყავდეს. რომა ისე იცინის ფიქრობს დამთავრდა ჩემი ამბავი. აგერა როგორ იცინის შეხედეთ, რომ ის აღარ უნდა უგეცოლი, რაც უნდა კიდე მკვლელი გამოვიდეს. მართლად გეტყვით, ჯობია საერთოდ არ დაუბადო შვილი, ვიდრე დაუბადო და მოუკლა. ნუ მოუკლა იოანე ოქროპირის, წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით. ანუ თუ მე ღვთის სიტყვა არ გაუზიარე მათ. მკვლელი ვარ მე. მე ვარ მკვლელი. რა თქმა უნდა, პარალელურად ჩვენ გვესმის ერთი შეკითხვა. გზადაგზა, იცით რა შეკითხვა? მაინც რო არ გამოვიდეს მორწმუნე, აი ეს მოვიტოვოთ ბოლოსკენ. ჯერ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ხისკიახო, იეხისკიახო, ალბათ ასწავლიდა მენაშე სუფლის სიტყვას, ხო? მაგრამ მაინც ასეთი გამოვიდა. ზოგჯერ ამბობენ, აი მამაა დამნაშავე. ყოველთვის მამა არ არის დამნაშავე. არ არის დამნაშავე. მშობელია დამნაშავე, არ არის დამნაშავე, მაგრამ მშობელი დადგება ღვთის წინაშე სამსჯავროს დღეს. ეს პასუხს აგებს, ასწავლიდა თავის შვილს, ლუკა გესმის, რაც აპოქრიფოსგებლოა? ესე იგი წარმოიდგინე, ჯერ შენ უნდა ისწავლო. ანუ გულში უნდა ჩაიდო, თუ არ იცი შენ რა უნდა ასწავლო. თუ შენ თავად არ იცი რა სიტყვა უნდა მისცეს სხვას. ხო სწორია? თუ თავად არ კითხულობ ბიბლიას, თუ თავად არ ეძებ ღვთისნებას, სხვას რას ასწავლი შენ შვილს? მერე უნდა დაისვა შენი შვილი. და მას უნდა ასწავლო. რაც ამბობს ღვთის სიტყვა? ეფესელთა 6:4. ეფესელთა 6:4. ახალ აღთქმაში სიტუაცია იგივეა. წმინდა პავლე მოციქული და მოსე წინასწარმეტყველი ერთნაირად ასწავლის. აქ ჩვენ ხედავთ ღვთის სიტყვის ჰარმონიულობას. 6:4. თქვენ მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს. ნუ გააღიზიანებთ. გეტყვით ტელეფონი მიყიდეო, უყიდეთ. ხო საბა? ნუ გააღიზიანებთ თქვენ შვილებს. რასაც გეტყვით, ყველაფერი შეუსრულეთ. საზიანოც რო იყოს ეს მათი ჯანმრთელობისთვის, მათი ფსიქიკისთვის. ნუ გააღიზიანებთ, ნუ აატირებთ. რასაც მოგთხოვს, ყველაფერი უნდა შეუსრულოთ.
ხო? ასე. წერია, როგორ არ არის? ასე წერი არ გააღიზიანო. არ გააღიზიანო. ნუ გააღიზიანებთ. არამედ რა გააკეთეთო? მეოთხე მუხლი. აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით. ეხლა გეკითხებით, მოსე და პავლე სხვადასხვა სხვადასხვა სასწავლიან, ერთ და იმავე სასწავლიან. იცოდა თუ არა წმინდა პავლე მოციქულმა მოსეს ის მოძღვრება? რა თქმა უნდა იცოდა. რა თქმა უნდა იცოდა. მაგრამ ეს მეტისმეტია ვინმე იტყვის, როგორ ეხლა სასეირნოდ ბიბლიის ველაპარაკო, დაძინებისას ბიბლიიდან ველაპარაკო, ადგომისას რა ამბავი ამდენი ბიბლიიდან. კი ბატონო, მოკალე. არავის არ სურს, რომ საკუთარი შვილი იყოს დაღუპული. ყველა ჩვენ ზრუნავთ იმაზე, რომ შვილი იყოს ჯამრთელი ფიზიკურად, ქონდეს კარგი განათლება, კარგი სამსახური, კარგად დაუჯახდეს, სულზე ვინ ღაზრუნავს? მის სულზე ვინ ღაზრუნავს, გეკითხებით. არადა ბიბლიის თანახმად უფრო მნიშვნელოვანია მისი სული, ვიდრე ყველა ეს, რაც მე ჩამოვთვალე. ის ჯანმრთელობაც, ის დაოჯახებაც, ის კარგი განათლებაც, კარგი კარიერაც, კარგი შემოსავალიც ვერ გადაწონის ეს ყველაფერი. ვერ გადაწონის. როგორც წმინდა იოანემ თქვა, დაბადო, გაზარდო, უზრუნველყო განათლებით, უზრუნველყო ყველაფრით. ეს კიდევ არ ნიშნავს ქრისტიანი მშობლის მოწოდებას ბოლომდე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გააკეთო, როგორც მშობელმა, მაგრამ თუ ამით შემოვიფარგლეთ, მეტიც თუ მშობელი აზიარებს შვილებს ცოდვას, პირდაპირ მიზანმიმართულად. ანუ თავის ბნელ საქმეებს ეს უკვე საშიშია. ერთი ადგილიც, იგავების 22:6 არის ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ უფლის მოძღვრებაში და რწმენაში გაზრდილი არ გადაუხვევს ღვთის გზას. დიდი ალბათობა, იმიტომ ვამბობ, რომ ხდება სხვანაირადაც. იგავების 22:6 რას ამბობს? და აღზარდე ყმაწვილი მისი გზის მიხედვით, კიდევაც რომ მოხუცდეს, არ გადაუხვევს მისგან. რომ მოხუცდეს, არ გადაუხვევს. თუ დასაწყისში მაშინ ჩაღვარე უფლის სიტყვები. არ დაიკარგება ის სიტყვები. ამას ასწავლის ყოველ შემთხვევისათვის ბრძენი სოლომონი. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი. გაგიგიათ? კი, ძალიან ცნობილი მოქადაგე იყო, ლონდონშია დასაფლავებული, მართლმადიდებელი, ღვთისმეტყველი, პროფესიით ლუკა ექიმი. დაიბადა შვეიცარიაში, გარდაიცვალა ლონდონში, იყო მიტროპოლიტი და ძალიან პოპულარულია ის არა მარტო მართლმადიდებლურ სამყაროში, არამედ არამართლმადიდებლურ სამყაროში. მისი ქადაგებები, მისი დარიგებები, მისი სიტყვა. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი. აი რას ამბობს ის? ისი ძალიან გამოსაფხიზლებელ სიტყვას ამბობს აღზრდასთან დაკავშირებით. გაინტერესებთ? ამ ჩვენ მესამე პუნქტთან დაკავშირებით, რომ მშობლები პასუხისმგებლები არიან შვილებზე და რა ადგილი უკავიათ შვილებს მშობლების სულიერ ცხოვრებაში. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ამბობს, ბავშვები, როგორ ამბობენ? ბავშვები ეს ჩვენი მომავალიო, ხო ამბობენ? მიტროპოლიტი ამბობს არა? ბავშვები არ არის ჩვენი მომავალი. ბავშვები არ არიან ჩვენი მომავალი. ბავშვები არიან ჩვენი აწმყო. აი რას ამბობს? აწმყო. ანუ ახლანდელი დრო. ის ამტკიცებს, რომ ჩასახვის მომენტიდანო
დაბადებიდან კი არაო. დაბადებიდან კი არა. ჩასახვის მომენტიდან ბავშვები ხდებიან ქრისტეს ეკლესიის სრულფასოვანი წევრები. მაი რას ამბობს მიტროპოლიტი? ის ამბობს, რომ ძალიან დიდი შეცდომაა იფიქრო, რომ ახლა ბავშვები არიან მხეცუკები, პატარა მხეცები და რომ გაიზრდებიან უკვე დაღვინდებიან და გახდებიან ადამიანები. ეს არასწორია. ხო ამბობენ, რომ მიუშვებენ, არავის პატარა ბავშვია მხეცია, იყოს მხეცი, რომ გაიზრდება უკვე იქნება ადამიანი. ეხა მხეცია, მერე ადამიანი. ბავშვებს უყურებენ როგორც მხეცებს. მიტროპოლიტეონს ეს არ არის სწორი, ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რომ განვიხილოთ ბავშვები როგორც პატარა მხეცები და ხოლო როდესაც გაიზრდებიან ისინი, მათგან ადამიანები დადგებიანო. მაგრამ ამბობს, ნუ ფიქრობთ, რომ ბავშვები ჩვენი მომავალი არა, ბავშვები ჩვენი ახლანდელი აწმყვა. სოროჟელი ამბობს, მე ველაპარაკე ბევრ დედას და ბევრ მამას, რომ სულიერი გაზრდა ბავშვისა იწყება ჩასახვიდან. ჩასახვიდან. მე ამის სუმჯეროდა. მართლა გეუბნებით. სუმჯეროდა ამის. ჩასახვიდან. არანათლობიდანო ამბობს სუროჟელი, ჩასახვიდან და ამტკიცებს. საიდან მოაქვს მას ეს იდეა, ეს აზრი? ის ამბობს, რომ იმყოფება რა დედის მუცელში, თუ დედა ქრისტიანია. როდესაც დედა, რადგანაც დედა ცხოვრობს ქრისტეში, როდესაც ის ლოცულობს, ის ბავშვიც ლოცულობს. როცა დედა ღვთისმცნებას ასრულებს, ის ბავშვიც ასრულებს ღვთისმცნებას, იმიტომ რომ მასში იმყოფება. ის მონაწილეობს ყველა ქრისტიანულ საქმეში, რასაც დედა აკეთებს. როდესაც ეზიარება ის ბავშვი, ეზიარება დედასთან ერთად. შეიძლება ვინმე თქვას, ბავშვმა რა იცის? რა იცოდა იოანე ნათლისმცემელმა, რომ ღვთისმშობელი ეახლა? როდესაც მარიამი მიუახლოვდა, წმინდა მარიამი მიუახლოვდა ელისაბედს, შეტოკდაო ბავშვიო მუცელშიო. საიდან იცოდა ბავშვმა უკადაგა ვინმე? საიდან შეტოკდაო და გაიგო ელისაბედმა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან. საოცრებაა, კიდევ მეორე საოცრება. რა იცოდა იაკობმა, რომ პირმშობა უკეთესია და ებრძოდა თავის ძმას, ვინ გამოვიდოდა პირველი. საიდან იცოდა, რომ პირმშობაშია კურთხევა? შენ და გრიგოლს შორის ვინ არის პირველი? შენ. საიდან იცოდა? ეს საიდუმლოა. საიდუმლოა. ანუ ჩვენ უნდა გავუგოთ მიტროპოლიტს. რატო ლაპარაკობს ის ყოველივე ამას? ის იმყოფება დედასთან და იზიარებს დედასთან ერთად ქრისტიანულ ცხოვრებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა აღვივსოთ რწმენით. ეს სიტყვა არის ჩვენთვის გამხნევება, დარიგება და მოხმობა. კიდევ ერთხელ ეს სამი მტკიცება კარგად გავიაზროთ, კარგად დავიმახსოვროთ. პირველი, ღმერთის მაცხოვნებელი მოქმედება, ანუ ღმერთის ხსნა ვრცელდება არა ერთზე, არამედ მთელს ოჯახზე. და გაიხსენეთ ყოველთვის ნოე. და ის არაერთი ოჯახი საქმეებში და ეპისტოლეებში, სადაც წერია სტეფანას სახლი, კრისპოსის სახლი, ზედამხედველის სახლი, სახლებთან ერთად ინათლებოდნენ. მეორე, კონკრეტული დაპირება ღვთისა. ეს აღთქმა გეკუთვნით არა მხოლოდ თქვენ, მამებო, არამედ თქვენ შვილებს. და დაპირება ირწმუნე იესო და გადარჩები შენ და მთელი შენი სახლი. და მესამე,
რადგანაც ღმერთის ნება არის არა მარტო შენი გადარჩენა, არამედ მთელი შენი სახლის გადარჩენა, ღმერთი პატივს გდებს შენ გახდე მისი ინსტრუმენტი. თანამშრომლობდე მასთან შენი ოჯახის გადარჩენაში. რომ იმ კიდობანში შეიყვანო შენი მეუღლე, შენი შვილები და შენი რძლები. სიძეები არა იზოლდა, მხოლოდ რძლები. სიძეებიც. ასეთია ღმერთის გეგმა. რა ვქნათ? რა ვქნათ? სამწუხარო ეს თუ კარგია. ჩვენ ხედავთ უფლის სიტყვაში ყოველთვის ურთიერთობას. ურთიერთობას. წმინდა პეტრე მოციქულს გაუხდა ავად სიდედრი ევედრება ქრისტეს განკურნების შესახებ. ეს არის ოჯახური ურთიერთობა. იესო ქრისტე თავისი მამის მიერ იქნა მიტოვებული ჯვარზე. თავისი მამის მიერ იქნა მიტოვებული ჯვარზე. იმისათვის რომ გადავერჩინეთ ჩვენს ოჯახებთან ერთად. მესია მოვიდა არა მარტო, არამედ მოვიდა ოჯახში. ოჯახის გადასარჩენად. აი შობის სურათი რა არის? დედა, მამობილი და ყრმა. აი ეს არის ხსნის სურათი. ის არ მოვიდა უშუალოდ. შეეძლო თუ არა მესიას მოსულიყო, ღმერთის ძეს მოსულიყო უშუალოდ? შეეძლო. რატომ არ შეეძლო? შეეძლო. მაგრამ მოვიდა ოჯახში, ოჯახის გადასარჩენად. ოჯახში მოვიდა, იშვა, როგორც ბავშვი, ღმერთი გახდა ხორცი, რომ გადაერჩინა მთლიანად ოჯახი. ეს პრობლემა დარჩა პრობლემად, საკითხი ჩამოკიდული, პასუხგაუცემლად. ძნელია პასუხი გასცე. მე მესმის არიან ადამიანები, კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც ყველაფერზე აქვთ პასუხი. ყველაფრის მცოდნეები. რაც არ ხდება ყველაფერზე, ეს იმიტომ რომ და იმიტომ მოხდა რომ ვერ გაზარდა რწმენაში, იმიტომ მოხდა სამუელს ყავდა თუ არა უღირსი შვილები. მღვდელმთავარ ყელს ყავდა თუ არა. ასეთი ფაქტები არის. როგორ უნდა ლოტს გადაერჩინა თავისი სიძეები? ახლა გამახსენდა. მაგრამ რა გააკეთეს სიძეებმა? ნოემ რძლები გადაარჩინა, მაგრამ ლოტმა სიძეები ვერ გადაარჩინა. აქედან დასკვნა, ღმერთი რძლებს გადაარჩენს და სიძეებს არა. ხო ვაზრობა ასეთი ლაპარაკი. მაგრამ ფაქტია, რომ მათ აიგდეს ლოტი. დასცინეს და ჩარჩნენ იმ ქალაქში. ისინი იყვნენ, ასე ვთქვათ, სასიძოები. სასიძოები იყვნენ. ანუ სასიძო თლად არ არის ოჯახის წევრი, ხო სწორია? არა, მართლა სასიძო, ანუ ვინც უნდა გახდეს. როგორც რძალი და სარძლო, ხო? სარძლო. შოტლანდიელმა მწერალმა დაგლას სტიუარტმა. გაიგიათ ეს მწერალი, თანამედროვე მწერალია, დაგლას სტიუარტი. 2020 წელს მიიღო ძალიან პრესტიჟული პრემია. პრესტიჟული პრემიის ლაურეატი გახდა, რომელიც ინგლისურ ენოვან ლიტერატურაში გაიცემა. მისი დებიუტი იყო ეს მწერლობაში, მან დაწერა წიგნი, სადაც აღწერილია მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა. წიგნის სახელია შაგი ბეინი, 23 ლარი და 90 თეთრი ღირს სულაკაურში. სულაკაურის გამომცემლობა ქართულ ენაზეა ნათარგმნი. დაგლას სტიუარტის წიგნი.
ნუ 2020 წელს ძალიან თითქმის 4 წლის წინ, ხო? ძალიან დიდი წარმატება ჰპოვა ამ წიგნმა. სიუჟეტი ასეთია, ბოლოს არ ვიტყვი, რომ არ გაგიფუჭოთ წაკითხვის პროცესი, როგორ მთავრდება, თქვენ თვითონ ნახეთ. მოკლედ სიუჟეტი ვითარდება გლაზგოში. გლაზგო რომელ ქვეყანაშია? არა ხალხო. რატო აყენებთ ასეთ შეურაცხყოფას შოტლანდიელებს? შოტლანდიურ ქალაქზე ეძახით ინგლისშია. არ არის ინგლისში, გლაზგო არის შოტლანდიაში. კიდევ კარგი აქვს შოტლანდიელი არ ზის ვინმე. კიდევ კარგი. 80-იანი წლები, 90-იანი წლებია და აგნესი ქალი, რომელსაც ყავს 3 შვილი, ქმარი, მშობლები, შესანიშნავი ქალია, სილამაზით ტეილორს გავს და ეკონომიური მოკლედ კრიზისის გამო დამოკიდებული გახდება. ალკოჰოლიზმით დაავადდება. ამოსვამ საშინლად. ეს ლამაზი მშვენიერი ქალი. მისი მეუღლე არის ტაქსის მძღოლი, მექალთანი, რომელიც ღალატობს მას. აშკარა და დაუფარავად ღალატობს. ყავს 3 შვილი, 2 ბიჭი, 1 გოგო. ძალიან ფსკერზე ეშვება. იცვლება მისი ცხოვრების წესი და აი ამ საშინელ მდგომარეობაში დედამამა უკვდება, მეუღლე ასეთი უარგისი ყავს. სხვადასხვის სტიუარტმა ეს თავისი ავტობიოგრაფიული შინაარსის წიგნად აქცია ეს ნაწარმოები. მასაც ასეთი დედა ყავდა. და მოკლედ გოგო გათხოვდება, უფროსი ბიჭიც წავა და მხოლოდ უმცროსი ყველაზე პატარა ვაჟიშვილი შაგი ბეინი არ მიატოვებს დედას. როდესაც მეორე დღეს ნამთვალებ დედას პირს უწმიდავს უკაცრავად და ნარწყევების შემდეგ ტანსაცმელს უცვლის გახეულ კოლგოტებს, ეხმარება დახმარების მიღებაში, ბავშვები დასცინიან, მაგრამ ბავშვს სჯერა, რომ მშობლად გადაექცევა ეს პატარა ბავშვი დედას. მშობლად არ მიატოვებს, ყველა მიატოვა და შვილმა არ მიატოვა. და სჯერა მას, რომ თავისი სიყვარული და თავისი ზრუნვით თავის დედიკოს გადაარჩენს. ბევრ რამეს უკეთებს დედას, მის გვერდზეა, არტოვებს, ეხმარება მას, ყველანაირად გვერდში უდგას, ართაკილობს დედას, ასეთი როა. აი შეხედეთ ურთიერთობა შვილებსა და მშობლებს შორის. მე არ მომავალ რომ აგნესი რაღაცა დამნაშავე და რაღაცა მორალური ურჩხული იყო. ცხოვრება ისე წავიდა, რომ ასეთი გახდა. მაგრამ შვილმა არ მიატოვა. რამდენია ესეთი შვილი, რომელმაც მიატოვა მშობელი? არიან თუ არა ასეთი შვილები? არიან თუ არა მშობლები, რომლებმაც მიატოვეს შვილები? აი ეს ურთიერთობა შვილებსა და მშობლებს შორის, ეს წითელი ზონდრივით მთელ ბიბლიას დაძდევს, ლაიტმოტივი არის მთელი ბიბლიური თხრობისა. იმიტომ რომ ღმერთი განსაკუთრებულ
პირობებს ადგენს, განსაკუთრებულ დარიგებას იძლევა ოჯახურ ურთიერთობებში. ჩვენ არ უნდა შევიარაღდეთ ერთი სიტყვით იმ აზრით, რომ რა მნიშვნელობა აქვს, რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც ან ასე იქნება, ან ისე. ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და მივენდოთ ღმერთს. დანარჩენი ღმერთი გააკეთებს. ადრე თუ გვიან, მაგრამ ღმერთი გააკეთებს. იმიტომ რომ მე მტკიცედ მჯერა, რომ ღმერთის ნებასურვილი არის ის, რაც წმინდა პავლე მოციქულმა ოდესღაც გამოხატა აი ამ სიტყვებში: იწამე იესო ქრისტე და გადარჩები შენ და მთელი შენი სახლი. ჩვენ დავასრულეთ ჩვენი საუბრები მენაშეს შესახებ. არსებობს კიდევ ერთი რამ ამ ისტორიაში, რომელზეც თუ ღმერთი ინებებს მომავალს შეიძლება ვილაპარაკოთ და რა? ეს მოვიტოვე როგორც უკანასკნელი სიტყვა. იცით რა? აი ეს უწმინდური მეფე ინანიებს. წარმოგიდგენიათ აი ასეთი უწმინდური. და ეკლესიის მამები ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და ყოველთვის მაგალითად მოყავთ მენაში. და იმ რაბინულ გადმოცემაში, სადაც წერია, რომ არის სამი მეფის სახელი, რომლებიც არასოდეს დაიმკვიდრებენ წილს და მემკვიდრეობას მომავალ სამყაროში. და პირველ ადგილას ვინ არის? მენაშე, მეორე ადგილას იერობოამ პირველი და მესამე ადგილას რაგაცო, პირველ ადგილას არის მენაშე, მესამე ადგილას აკაბი, სწორია. იმავე რაბინისტულ გადმოცემაში წერია, რომ მენაშე მაინც დაიმკვიდრებს წილს მომავალ სამეფოში. რატომ? იმიტომ რომ ასეთმა ყველაზე საშინელმა, ფსკერზე დასულმა მეფემ მოინანია, იმიტომ რომ ღმერთი აღმოჩნდა ძალიან მოწყალე მის მიმართ. და ეს ისტორია ძალიან ხშირად მოყავთ ქრისტიანულ ტრადიციაში, რომ თუ ღმერთმა ეს მენაშე გადაარჩინა, მაშინ არსებობს შანსი ჩემთვისაც და შენთვისაც. ასე რომ ჩვენ დავასრულეთ ჩვენი საუბარი, გაუზიარეთ ერთმანეთს, დაფიქრდით ამ ყველაფერზე და შეგვეციოს ღმერთი, რომ გვატაროს თავის მიერ არჩეულ გზებზე და არ გადაგვახვევიოს ამ გზებიდან არც მარცხნივ და არც მარჯვნივ. ვილოცოთ.